აბა ვინ არ მელოდა მეორედ მოსვლაზე? ფაქტიურად მეორედ მოსვლა დღეს. ვიდეო არ გამიდიეჯერ კეთდება და სანამ ავსვავ რატობაც არა. მაინც უნდა ვჯდარიყო. ამიტომ სერია ნომერი 2 დილით რო გეჩქარება, მაგრამ უსაქმრობა შემოგიდევს ხოლმე. ძალიან ვფიქრობდი, ძალიან არ წუხები უბრალოდ ძალიან მალე დავწექი და დიდათაც არ მეძინებოდა და რაღაცებში ვბუდიალობდი და თან ვფიქრობდი. ამ ბლოგერობის სფეროში რაც ხდება, კი არა და ზოგადად. აი მაგალითად მე ბევრჯერ მეკითხებიან ხოლმე უყურებ თუ არა სხვას ვინმეს. ხო და აი ხშირად ვუყურებ მეთქი მოგატყუებთ. აი რატო ვფიქრობ ხა მაგას ნახე? თითქმის 10,000 კაცია, ხო? რამდენი 83 კაცი მაკლია. სულ ცოტა. ხო და ის ანუ ნახვები როგორც გამომწერი იწევს ზემოთ ნახვები, იმდენად არ იწევს ზემოთ რა. ხო და ზოგადად მე მაგას არ მივესალმები რა მხრივ, რომ მირჩევნია მყავდეს იმდენი გამომწერი. რამდენი მაყურებელიც მყავ, ანუ იმ გამომწერმა თუნდაც მყავდეს 5,000 და მეყურებდეს 5,000 კაცი. ეს ჩემთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ყავდეს 10,000 და მე ვიცი ერთ-ერთი ბლოგერი, რომელიც თუ არ ვწდები 30,000 გამომწერს აღანიშნავს ხოლმე დიდი მონდომებით, მაგრამ 1000 ნახვამდეც არ ადის ვიდეო. ეს არის ჩემთვის დიდი თავისმოტყუება. აი მე რა ხა მიხაროდეს რომ რაღაცა ერთი 50,000 მყავდა ერთო მივაღწიე რაღაცა, მაგრამ რაც მიაღწია 1000 ნახვა არა გაქვს. ხო და რა ხდება ამ შემთხვევაში? ჯერ ის რომ ანუ მეც რომ მეკითხებიან ხოლმე და რაღაცა დავფიქრდები ხოლმე ხა ვუყურებ ხოლმე სინამდვილეში ხან გადახვევით, ხან ბოლომდე, ხან უბრალოდ აქ რომ აქვს ხოლმე ჩართული და რაღაც მომენტში მომიწია ხოლმე გარეთ გასვლა, ხან ჩართული მაქვს და ვერ ვუყურებ, იმიტომ რომ გარეთ მაქვს ხოლმე. ანუ არის ხოლმე რა. ხო და ესაა. აი ზაფხულში, მაგალითად თურქეთში რომ ვიყავი, არავისთვის არ მეყურებია, ხო? ეხლა ხო სისულელი ეხარ მე თქვენ გიმტკიცოთ, რომ რა სიძახი თურქეთში არ გამომიტოვია და ვიყურები. ხო, ანუ ხო და მაგას ვამბობ, ზოგადად ზაფხულში უფრო მეტად იკლებს ხოლმე ნახვების რაოდენობა, ვიდრე ჩვეულებრივ დროს სექტემბრიდან მაგალითად, იმიტომ რომ ხალხი გადის, ხალხი ისვენებს და ახლა მართლა ადამიანს როცა სადღაცას არის დროის გასატარებლად ვერ ეტყვი, რომ ვერ ეტყვი კი არა და ჯერ როგორ ეტყვი. ანუ როგორც მე ვერ ვუყურებდი, ისე ვერ ვიყურებ, იმიტომ რომ უფრო მეტად ერთობა ადამიანს. ხო და ამ მომენტში YouTube-ში ეგ არის ხოლმე, რომ ნახვები იკლებს საკმაოდ და თქვენ იცით, რომ ნახვებზეა დამოკიდებული ეგრეთ წოდებული YouTube-ის ხელფასი. ხო და რაც მე თანხის აღება დავიწყე, ეს იყო 3 წლის წინ დაახლოებით. იმიტომ რომ YouTube-ზე როგორც კი შემოდიხარ, მაშინვე არ იწყებ თანხის გამომუშავებას, საკმაოდ რთული ეტაპები ქონია, არ ვიცოდი, ქონია. რა ვიცი, საოცრად ვიწვალე, იმიტომ რომ მე ხო იცით როგორ მაგრად ვიცი ინგლისური და ვიწვალე, იმიტომ რომ Google-მა რომ მთელი საბუთები მიგზავნა ელექტრონული ვერსიით, ყველაფერი იყო რა თქმა უნდა ინგლისურად და ინგლისურად უნდა შემოსვა და დამებრუნებინა. დავიტანჯი. 2 ტელეფონით ვიჭერდი, Google-ს თვითონვე ვათარგმნინებდი. ეტალოც ხო შეიძლება გადათარგმნილი გამომიგზავნო, მაინც ხო შენათარგმნია რა. ხო და რავი. ძალიან ვიწვალე და მოკლედ 1-3 წელია ვიღებ მე თანხას Google-დან. და ვერ აიღებ თანხას თუ $70 ვერ გადასცდი. აი მაგალითად მაქვს $79 გამომუშავებული სიტყვაზე თვეში.
დაახლოებით 2 რიცხვში წყდება იმთვის შემოსავალი 2 რიცხვში წყდება და რომელიმე თვის მესამე რიცხვში უკვე გიდებს რომ აი შენ ახლა მაგალითად ამ თვის შუაში აიღებ ამ თვის ამ იმას და აი 2-ში რო გაწყდება და $69 გქონდეს არ დაგეკარგება გადაგივა მეორე თვეში და მეორე თვეში გამომუშავებულ თანხა დაემატება და მე დაგერიცხება ანუ მაგას ვამ თუ არ გამოიმუშავე აი ბევრში ნეტა თქვენა რო და რაღაც ერთ დაიწყებ ხოლმე ნეტა ჩვენ არა ჯერ ერთი ის რომ ძალიან კარგი დროს ვატარებ ეს თქვენთან ლაპარაკში ეხა ვინ გავაღვიძო ივანი გავაღვიძო ბარბარე თუ ის რომ სანამ წავალ მოდი გეჭორავ მეთქი თქვენ კაი სახართ ხო გეჭორავ და პლუს ამაში იხდის Google ფულს რატომაც ამ გადაიხადოთ ახლა Google არის ჩემ ბეზობელს ხვალ ვართ ხო ანუ არავინ არ ვარ წაგებულები Google-იც არ არის ხალხო წაგებული იმიტომ რომ მე რო სიტყვაზე საათში მიხდის 5 თეთრს ის საათში ჩემით აკეთებს $10 წარმოიდგინეთ რა მოგებული უნდა იყოს Google-ისთვის უფრო კარგი არის ძალიან ბევრი ბლოგერი რო გამოჩნდეს იმიტომ რომ მოგვიგდებს 10 თეთრს და თვითონ აიღებს $10 ევროს ამ 10 თეთრში ანუ რეკლამა უხდის Google-ს აი ესე მე რო იზავს გადათვლის ხუბებს რომ მოიღებს და მოგყარის ეგრე არის შე ანუ ის ჩე საქართველოში ძალიან დაბალი შემოსავალია Google-ის ხო და ასე რომ ზაფხულობით ხოლმე საკმაოდ ის გვიწევს რა ეხა ვისაც ისეთი კონტენტი აქვს აი სოსი მაგალითად მოგზაურობის რაღაცა იმას არ ეხება ეგა იმიტომ რომ თურქეთში რო ვიყავ ბაში დავსუყურებდი ბაკას და ანალოგიურად ხვევით ახლა გააჩნია რა არხი როგორი გაქვს ხო და აი ეს ბლოგერი როცა ხარ და უბრალოდ ძალიან შინაურული ხალხი ყავს შენთვის ხარ და შენიანები ყავს ჩაულებრივ ესე მიდის ხოლმე მეზობელთან რო ყავაზე გახვალ ეგეთი სიტუაცია და მე ძალიან მომწონს ეგ ხო და რას მომდი თუმცა 3 წლის წინ რო დავიწყე მე თანხის გამომუშავება ერთი თვე არ მქონია ჩაგდება და ყოველთვე მიხდის ხო და აი ბევრი წერს ხოლმე მაგალითად რომ ნეტა რა აი ნეტა მეტი საქმე არა სამსახურია ხალხობის ჩაულებრივ იმიტომ რომ აი მე მაგალითად დღეში ხო ვიღებ მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 2 ანუ 2 ვიდეო ჩემთვის არის ნორმა იმიტომ რომ მე ვერ ვასწრებ ან სხვა საქმე მაქვს ან ერთია ან 2 ხშირ შემთხვევაში ხო ხო და აი მე მაგალითად გუში რომ მეორე ვიდეო არ გადავიღე ეხლა რა ხდება აგეხსნით რატოა სამსახური და რატოა მე ეტაპობრივად ვისწავლე და ვისწავლე და დავინახე რომ მართლა ასია და რატო ხარ ვალდებული რომ მეორეც გადაიღო თუ შენ გინდა რომ არ ხმა იმუშაოს და მესამეც აი ახლა მაგალითად რაღაცა ვიდეოს რომ უყურებთ ხოლმე ხო YouTube-ზე ვიდეო დამთავრდება თუ არა შემოგთავაზებთ Google, YouTube შემოგთავაზებთ სხვა ვიდეოს და იწერება ის რამდენიმე წამში ჩაირთვება. ეს ვიდეო იმიტომ შემოგთავაზათ Google-მა, რომ მას აქვს რეიტინგი. ანუ ეს ვისიც არის, ეს მუშაობს. ეს დღეში ერთ ვიდეოს დებს, ორ ვიდეოს დებს, ну, მოკლედ ცდილობს, რომ არხი განავითაროს და არ ჩავარდეს. აი როგორც კი ხა მაგალითად დღეს რო არ გადავიღო ვიდეო, ხვალ რო არ გადავიღო, ზეგ რო არ გადავიღო, Google-ი ჩათვლის, რომ მე ეს თანამშრომელი აღარ მაწყობს. მე ამ თანამშრომლით ის იმდენად ფულს ვეღარ შოულობ და მოდი ახლა ეს ბლოგერი როა და დღეს მაგალითად 2 ვიდეო და 3 ვიდეო გადაიღო და გუშინაც და გუშინ წინაც. მოდი ახლა მე ამას ჩავანაცვლებ და თქვენ რო რაღაცა სხვა ვიდეოს უყურებთ, ჩემ ვიდეოს აღარ ამოგიგდებთ, იმიტომ რომ მე 3 დღე არ მუშ. 3 დღე სამსახურში არ ყოფილი ვარ, ჩათვალეთ მასე. ხო არის რომ ახლა მაგალითად მე რო სამსახურში არ წავიდე იქ ახლა სადაც დღეს მიდიო რომელიც საათი ან ვიდეოდან გავუმაგდეს უკვე. ანუ თანხას არავინ არ მომცემს. ზუსტად იგივეა ეგ. ზუსტად იგივე და ვინმე მართქვას რომ ამაში ან დრო არ იკარგება, ან ენერგია არ იკარგება, ან რა ვიცი. ესი არ არის აი იღო და გამარჯობა ნახვამდის უთხრა, ხო? თემაც ხო უნდა გქონდეს. თუმცა გამარჯვების მარტო ვიცი ხოლმე რომ ერთი გამარჯობა უნდა გითხრათ და დარჩენილი თავის თბოდის. მე ეს მირჩევნია რა.
თუმცა მაქვს ხოლმე ისეთი თემებიც, რომ მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ, მithქვია. გაკეთდა ვიდეო და CapCut-მა გააკეთა სხვათა შორის. ხო და ანუ ეგ მომენტია რა. მოდი ჯერ ავტვირთავ და სათაურს მე მოვიფიქრებ, ეგეც არის ხოლმე სათაური. ხო და ანუ ეგ მართლა ეგ მომენტია, რომ არ არის ეს უბრალოდ ჰობი, რა თქმა უნდა ჰობია. და მოგწონს, იმიტომ რომ ამას შენი სურვილით აკეთებ და იძულებული არ ხარ სამსახურში რომ მიდიხარ, გინდა არ გინდა, უნდა გააკეთო ის, რაც გევალება, ხო და აქ თუ მინდა რომ ვიმუშაო, უნდა ჩავწერო ვიდეო და უნდა ვიყო კარგი თანამშრომელი, რომ Google-მა ამინაზღაუროს თვის ბოლოს, ჩემო უფროსმა. ეგ მომენტია. იმიტომ ძალიან ბევრს მართლა გქონია ხოლმე ნეტა თქვენა რა. რატო ნეტა? მუშაობ და სახლში როცა ვარ, ვცდილობ რომ ის სახლის დროც გამოვიყენო, რომ დამატებით თანხა გამოვიმუშაო, რატომაც არა. თან პლუს ის კიდე რომ ჩემთვის YouTube მარტო Google-ის თანამშრომლობა არ არის. ჯერ ის რომ ძალიან მაგარი ბევრი ხალხი ვიპოვე. და ჩემთან ერთად ვსვათ ხოლმე ყავას. და მესამეც ის რომ თუ მეოთხეც თუ მეათეც ის ძალიან ბევრი პლუსები აქვს ჩემთვის YouTube-ს. რომ ჩემი რაღაცა ნაკეთობები და რაღაცა იცით კარგად, რომ ძალიან ბევრმა შეიძინა და როგორც Facebook-ით ყიდი ხოლმე, ასევე ყიდი YouTube-ით ხელნაკეთ ნივთებს, რასაც ვაკეთებ და ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვისაც ჩემი ნამუშევარი გიკიდიათ სახლში, ეს არის ჩემთვის ძალიან მაგარი რამე. აი ამაზე მეტი დაფასება რა მინდა და ამაზე მეტი სიტყვა და სიყვარული, რომ ადამიანები მიკვეთავენ იმას, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე. რამდენი ხანია გაჩერებული ვარ, მართლა არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მინდა უკვე შიგნიდან ამღრნის რაღაცის გაკეთება, რომ მინდა ხოლმე და იცით თქვენ ეგ მომენტები მაქვს. ასე რომ ეგ არის ჩემი და Google-ის თანამშრომლობა. და ზოგადად სანამ YouTube-ზე შემოვიდოდი, ისიც არ ვიცოდი, რომ YouTube Google-ისა იყო და უფროსი იყო კაბინეტში იჯდა Google-ი. ასე რომ არ არის ეს უბრალოდ აიღო ტელეფონი და გადაიღო ვიდეო და დადო, არა, თუ იმ ვიდეომ არ იმუშავა, ფაქტიურად Google-ი გეტყვის, რომ მოდი რა აი ეს თანამშრომლები რო არიან ხოლმე, ხო იცი რა ქვიათ? ზედმეტად რო ყავთ ხოლმე. აი მაგალითად სხვა რო არ არის თანამშრომელი და რო შეცვლიან ხოლმე, მან გადაგაგდებს რა, დამავიწყდა, ხო მე რო რას სიტყვები მოვწოდა, ხო იცი? ვიცი რაც უნდა ვთქვა, მოვიწდება და გამახსენდება საღამოს. აი უბრალოდ რომ 1000 ერთხელ უბრალოდ გულს არ დაგწყვეტს და იმ ხელფას ვერ აიღებ, იმიტომ რომ ლიმიტს ვერ გადააბიჯებ. მაგრამ აი თვეში ერთხელ მიდი ჯანდაბას გაგიშვებ. ანუ ვიღაცამ თუ არ ჩაქრთა სპეციალურად, მე ჩაქრთა Google-ი გეტყვა. ვიღაცას რაღაცა ვიდეო დაუნთავდება, უცბად მე გაგიშვებ იქ ჩართვის გარეშე. ჯანდაბას, მაინც ფულს ვერ აიღებ, ჯანდაბას. დაგამადლი რამე, აი ეგ მომენტია. ასე რომ ჩემთვის ჩვეულებრივი სამსახურია. რატო არ არის? აი ხა მაგალითად ამ გუშინ ჩამერიცხა სამსახურში რომ ვიყავი, მესიჯი მომივიდა. ახლა მითხარით რომ არ არის სამსახური. თურქეთის ვიდეოების ფული. თურქეთის ვიდეოების რა, ანუ თურქეთში რო ვიყავი, ვიდეოს უფრო მეტი ნახვა ჰქონდა, ვიდრე ახლა ხარ და ყაზტუაზე ყავაზე გამოდიხარ, ხო? და მივხვდი მით უმეტეს დათუნიას ვიდეო იმუშავა კარგად. ჯერ ის რომ ემოციურად იმუშავა დათუნიას ვიდეო და ჩემთვის იმუშავა იმაზე მეტად ემოციურად, ვიდრე წარმოვიდგენი და იცით თქვენ რა ემოციით წავიღე და რა ემოციით ჩავიცვი და რა ემოციით ვიყავი დათვი იქ და იქ რაც ხდებოდა. კიდე არ ჩანს ვიდეოში იქ რაც ხდებოდა და ეს ყველაფერი Google-მაც დამიფასა. ამიტომ 530 ლარამდე ჩამოვიწყა გუშინ. ეხლა მითხარით, რომ ეგ არ არის სამსახური, როცა მე ამ თვის ბოლოს ვიღებ იმ სამსახურში 650 ლარს. ქალი ვთავად ამ თვეში.
უბრალოდ ამის ფულს ვიხდი ამ თვეში 800 ლარი მაგვალი და ლაშას ვალი მაგ 800 ლარი და გუშინ მეუბნები მაგ ლაშას ვეუბნები ფული ჩამერიცხა მეთქი და აი მეთქი ხარ 800 ლარი როგორ უნდა გამომართო მეთქი არა გწხვენია მეთქი არა ჩემო ლამაზო ერთ არა მწხვენია რამენაირად გამოგართმეულა შამეთ თავს ვაიძულებ და გამოგართმევ მაგრამ ეგეთი როგორი მომენტია ერთი ჯიბედან ვამოიღებ და მეორეს ჩადებ რომ გუშინ ხო თქვი რომ იმ ოთახის აზომვამდე დავიწყოთ და მასალების ყიდვა რომ გავაკეთოთ საძინებელი ხო და მე ისედაც მაგისტვის მინდა და იმასაც მაგისტვის რა მნიშვნელობა გიყავ იტაკაჭო აი ეგრე ალ გამიცილდა და მაკარონი მაგასაკეთებია აი ადრე უფრო იყვნენ ხოლმე ბევრი დაწყები ვისაც უნდა დახვალე YouTube სივრცეში შემოსვლა და წერდნენ ხოლმე რომ თუ შეიძლება რომ დამარეკლამო იმ წუთას გავაკეთებ არ გეგონოთ რომ მაღაზიიდან ცხვირსავი ვზუებ რა რაღაცა თუ იმეს რამე გსურთ არანაირი თანხა არანაირი არაფერი იმიტომ რომ მეც როიტყვიან მომეხმარნენ მეც არაფერი არ ვიცოდი და სხვადასხვა ბლოგერებისგან მივიღე ძალიან დიდი დახმარება და ეს სისულელია რომ დაივიწყო და რადგან შენ გადახვედი რაღაცა ეტაპზე სხვას არ დაეხმარო რა ვიცი მაშინ ხო და ანუ ამ ბოლო ხანებში ახლები აღარ ჩდებიან რა ძირითადად ახალგაზრდები არიან და პატარა ბავშვები გუშინ უყურებდი ერთ საყვარელ ბავშვს არ ვიცი ვინ არის სახელი არც წამიკითხია ძილის წინ უყურებდი ალბათ არის 12 ან 13 წლის გოგო თბილისელია სავარაუდოდ და TikTok-ში იღებს vlogs აი მე რა საყვარელი იყო ნეტა გენახათ ესე გაემზადეთ ჩემთან ერთად ხო და ანუ ბავშვი მიდის ცეკვაზე და ემზადება თან ის ხო საყვარლათა ლაპარაკობს თან ის ხო იცი ეს TikTok-ზე რომ ლაპარაკობ vlogs რო იღებენ ხოლმე ძირითადად ერთმანეთსა გვანან ხოლმე იმით რომ რაღაცა ესე ხმის მანერით რაღაცა სიტყვების გაწელვით და გაგწელებ და მოკლედ ამაზე მეცინებოდა თან ისე საყვარლად აკეთებდა რომ საერთოდ არ იყო გამაღიზიანებელი და ბავშვმა მაკიაჟი გაიკეთა 12 წლის ბავშვმა მაკიაჟი 12 წლის ბავშვმა ლაინერი წაისვა გაქრეს ჩემი ქალობა ვიფიქრე ერთს რო წავისვე მეორე აქ ამაკ მე ამას დავამატებ მე ამას დავამატებ და მთლიანად მე იმით ბეტმენი ვითავარ ხოლმე აი მე ისეთი საყვარელი იყო ისეთი საყვარელი რომ გამოვიწერე და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ კიდე ვნახო ეგ ბავშვი და მისი ვიდეოები ამომიგდოს ძალიან საყვარელი იყო ეხლა მე ბოლოს იყო ესა ეხლა თმას დავიფიქსირებთ იმიტომ რომ ძალიან ბუწკები მაქვს თან ესე საყვარლად ლაპარაკობს აი სხვას რო ბაძავს დიდებს რო ბაძავს რა იმიტომ რომ დიდებიც მსგავსად ლაპარაკობენ TikTok-ზე ვინც არიან და ეს ხო დაიფიქსირა ჯერ ხო ეს დამატენიანებელიო მე ეს წარბი აიპრიხა ბავშვმა წარბი რაღაცა წამწამი და ახლა ჩემ განახებდა ჩემს აუთფიტსო და გავიდა ეკრანი ცოტა იქით გავიდა და ტანსაცმელი განახდა და ფეხსაცმელი აი ესე აწია ბაღა აი მე რა საყვარელი იყო მაგრად ვიცინე რა თან ეხა ვფიქრობ ეხა ცოტა ახლო იყო ერთი ჩავაქვა ერთი ეს მაგრამ ისეთი საყვარელი იყო რომ დიდი სიამოვნებით უყურე მთლიან vlogs სარკესთან და აი მე ტელეფონი დამიჭდა მოდი ხა შევაერთებ და ყველა დეტალს რაღაცნაირად გაწელილი ამბობდა და ძალიან სიცოცხლე იყო. რა საკლია 25. ნიამასობაში მოვასწარი 2 ვიდეო, იმიტომ რომ გაგანებ. უბრალოდ რო გეზარება დაბიასადგომა და ახლობით მაქვს 20 წუთი, 45 წუთი საჭმლის გასაკეთებლად. ტუკიებთან მისასვლელად და მისახედად, პატარა ინდაურებთან. და კიდე რა მაქვს დათმების გამოშვება მინდა. და ეს თვითონ მიხედავენ. ავედი. ეს მე ჩავიცვა, იმიტომ გარეთ ქარია. არაფერი არ მომივა, მაგრამ რაღაც ძალა არის. რატომაც არა. აი ესე. ჩავიცვათ ხალათი, რომელიც ყოველდღიურია, კი არა და ყოველ სეზონურია.
ფაქტიურად ამ საფხული არც ქონია. აბა ვნახოთ ვიდეოს ატვირთვა, რაიმე. სანამ არატვირთულა სანამ კიდე დაგებშდებით, უნდა გითხრა. გუშინ თევზს ვალაგებდით და ჩემო თანამშრომელი შემოვიდა, აიტვირთა ვიდეო. ჩემი თანამშრომელი შემოვიდა სიმღერით. მოდი ლამაზო. ერთი ფრაზა ჰქონდა აკვიატებული და მე და მეგის რა გვეკვიატა. ალბათ იცით, ეს ჯგუფი გახსოვთ. აუსაც შევარდი. ჯგუფი საუნდი. მოდი ლამაზო, მოდი სადახარ. ესე იგი, ხვა ვიკვიატეთ მე და მეგი. ხوارი რაღაცას რო გაიგებ, მე იმას ღიღინე. ვაიმე, თან სიტყვები არ იცოდა. მარტო ეს მოდი ლამაზო იცოდა. ჩვენც მარტო მოდი ლამაზო სამღეროდით მთელი დღე რომ მოვედი ჩავრთე და აი ეს ჯგუფის საუნდის სიმღერა მიმღერე 100 ჯერ. 1000 ჯერ, 2000 ჯერ. უნდა გავამწარო, ჩავიდე იქ. დღეს არ იქნება ფაქტიურად. წავედი ხა ჩავრთა იქ მუსიკა გახსენებაზე. მოდი ლამაზო. გამახსენდა ახალგაზრდობაში. რამდენი მაქვს ნაცეკვია მუსიკაზე და საუნდი მაგალითად მარტყოფში მოდიოდა ხოლმე კლუბში ზეიმებს. კონცერტებს ატარებდნენ ხოლმე. ბევრია მოსული, ლექსენია მოსული, მამუკაონაშვილი აქ მოსული, როგორ მოყავს ყვალიაშვილი, ძალიან ბევრი მომღერალი, დოიჯაშვილი და აი ბევრი არის, რომელიც აი სადღაცას რო აი შევარდნაძის და ნიშას ჭიდილი იყო ხოლმე. იმ პერიოდში ჩვენთან კონცერტებს აკეთებდნენ ხოლმე კლუბში. აი ეგრე. და ბევრი მომღერალია მოსული. 2 ლარი იყო თუ რაღაცა ბილეთი წყვეტა იყო. წავედი ახლა. მომავალ ვიდეომდე, ხო და სანამ მოვალ, საღამომდე. Google ეს ორივე ვიდეო ამუშავე. წავედი.